სასურველი ქცევების დასწავლა როგორ უნდა მოხდეს განმამტკიცებლების ზომიერად და ადეკვატურად გამოყენების პირობებში და მერე დროულად მოხსნის ჩვენ ამას განმამტკიცებლის განლებას გამოცვლას ვეძახით რომ ეს ჩამოკიდებული არ იყოს ეს ადამიანი შეესაბამებით პირდაპირ არ ელოდებოდეს რომ აი ხა რაღაცას მომცემენ და ასე შემდეგ ხო ეს ცალკე ამბავია რა და ამაშიც შეიძლება დაგვეხმაროს სპეციალისტი და უფრო მარტივი ამბავია რომ სოციალური განმამტკიცებლები უფრო ხშირად გამოვიყენო რომელიც არის ღიმილი ჩახუტება შეკება და ასე შემდეგ რაც მატერიალური რა თქმა უნდა მატერიალური ან საკვები ან რაღაცა ხო მე რასაც ვაკვირდები მშობლების უმეტესობა კონცენტრირებულია მაინც ამ მატერიალურ განმამტკიცებლებზე რაც ტრენდული და ასე ვთქვათ ესე საჭიროებად ითვლება ეხლა ეს ტექნიკა იქნება თუ ასე შემდეგ იმის გადაცემაზე თან დროზე ადრე აი ამ ზღვარს თუ არ დავიცავთ მაშინ ადამიანი ამ ჯილდოების მიღებას სწავლობს ისეთი ქცევებისთვის რომელიც ამ ჯილდოს არ იმსახურებდა და მე ეს მოლოდინი სულა აქ რა ეხლა თუ მობილური მიიღო მიუხედავად იმისა რომ უთხრეს რომ თუ ამ სემესტრში საკმარისად არ იმეცადინებ და მაინც არის ახალ წელს ეს მობილური თან მაღალფასიანი და ეს ესე გრძელდება მე პირობითად შეიძლება ალბათ უფრო მეტად ესე იქნება სამსახურში რო წავა შეუსრულებელი სამუშაოსთვის შეიძლება ელოდეს კარგ ასე ვთქვათ ანაზღაურებას ან პრემიას და შეექმნას პრობლემები იმიტომ რომ იმ უფროს წესით უპირობოდ არ უნდა უყვარდეს ეს უპირობო სიყვარულის დროსაც აი ესეთი ქმედებები არასწორი აღზრდის ნიმუშია და ამიტომ აი აქაც ну მთელი სისტემა ამაზე როდის როგორ რატომ რამდენს და რომელ განმამტკიცებელს ვიყენებთ ხო